დავუმარცხდით დღევანდელ ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძემ მეორე რაუნდის მძიმე ნოკაუტი წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დაიწყო გიგამ, პირველ რაუნდში აშკარად აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც უნდოდა, თავისი გეგმით გამოვიდა და დაუზიანა ტანში და თავში ადიოდა ძალიან კარგად, აი სურათშიც ჩანს, ეს მართალია გიგას შინიდან წამოსული სისხლით არის გაწითლებული ვალეჰოს ტანი, მაგრამ აი სიცითლეც ეტყობა. დაუზიანა, ღვიძლში უტყავდა ძალიან კარგად, მოუგო პირველი რაუნდი და მეორე რაუნდშიც იგივენაირად მიდიოდა, იგებდა მეორე რაუნდსაც გიგა, სანამ აი ამ spinning back fist-ით არ დაიჭირა ვალეჰოსმა და ძალიან სამწუხაროდ ძალიან მძიმე ნოკაუტში გაუშვა. იმედია კარგად არის გიგა, იმედია ოჯახთან ერთად არის უკვე და არა აქვს ისეთი დიდი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ნოკაუტის მერე მალევე ადგა და თავს კარგად გრძნობდა. არ იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ გიგა გააგრძელებს და კიდევ ძალიან ბევრ მებრძოლს გაამწარებს, აი top 15-ში შესასვლელ მებრძოლს ძალიან ბევრს გაამწარებს კიდე UFC-ში. ხო, აი ამ კაცემ მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა კიდე. რავი, respect, ძალიან მაგარი ბიჭია, ახალგაზრდა, ძალიან მაგარი მომავალი აქვს. აი ჩხუბს რო უყურებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ პირველი რაუნდი ხო წააგო, მაგრამ ისეთი თავდაჯერებული იყო, თითქოს აი იცოდა, რომ მაინც რაღაცას მონახავდა რა. თითქოს კი არა და ეგრეც მოხდა და ეგრეც იყო. ძალიან მაგრა ყავდათ აშკარად, გიგას სტილი შესწავლილი ძალიან მაგრა ჰქონდათ და გიგა საერთოდ ძალიან მაგრა ყავდათ შესწავლილი. და კარჩე დაიჭირა რა, მაინც გააკეთა ის რისი გაკეთებაც უნდოდა. ოქტანგონ ინტერვიუში თქვა, რომ გიგას ფონდში ჩარიცხავს ფულს თავისი ასე ვთქვათ ხელფასიდან, თავისი purse-იდან, რასაც აიღებს ამ ბრძოლიდან. ძალიან კაი ჟესტი იყო ეს მისგან და მე პირადად ძალიან მაგრა ველოდები მის მომავალ ბრძოლებს. Sky's the limit for this motherfucker, bro.